მოგესალმებით, თითოეულ კონტაქტს უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერთ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატო. მინდა პატარა ინფორმაციები მოგაწოდოთ და რამოდენიმე წუთი წაგართვათ. დიდი ხანია აღარ გამიკეთებია და განვაახლე ისევ სამაჯურების დამზადება კონკრეტულად თქვენთვის ინდივიდუალურად ეს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით იქნება, ფინანსებთან დაკავშირებით თუ უბრალოდ დამცავთან დაკავშირებით. ასე რომ შეგიძლიათ მომწეროთ ნომერი ყოველთვის მითითებული მაქვს ხოლმე და თქვენთვის სასურველი მიზნისთვის დაგიმზადოთ ასე ვთქვათ, სამაჯური ხო? არ ვიცი, ხა წინასწარ ხოლმე ესე კონკრეტულად არ ვიცი ვის რა თქვა დავუმზადებ ხოლმე სიმართლე გითხრათ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაც ზოდიაქოს ნიშანთან მიმართებაში იყოს ხოლმე აქტიური, მაგრამ ანდახან არის, როდესაც თვითონ ქვები მეძახიან თითოეული ადამიანისთვის და ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ის არის მნიშვნელოვანი, როცა იგრძნობ, რომ ეს ქვა მისთვის არის რაღაცა ის ძალიან დიდი ენერგიის მომტანი, ხო, ესე რომ ვთქვათ. ასე რომ შეგიძლიათ გააქტიურება. გავააქტიურე ისევე დამზადება და შემიკვეთოთ თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნება. პლუს მაგას ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც მწერენ, რომ იქნებ ერთი კონკრეტულ კითხვაზე მიპასუხოთ და ერთი კონკრეტული კითხვის ღირებულება. ყველა ვინც ჩემთან აკეთებს გაშლებს, იცით რომ მსგავს სიტუაციას არ ვაკეთებ ხოლმე, ანუ მაქვს კი ბატონო ერთი საკითხი, სრულიად ვთქვათ, ხო, კონკრეტული საკითხი, მაგრამ ეს ერთი კითხვას არაფერს არ ვაკეთებდი. მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა ესეთი მნიშვნელოვანია და ხშირია ესეთი მოთხოვნა და ესეთი თხოვნა, რომ იქნება ერთ კითხვაზე მიპასუხოთ, რა თქმა უნდა იქნება და მეც გავითვალისწინებ თქვენს თხოვნას და შესაბამისად ერთი კითხვის ღირებულება იქნება 10 ლარი, 5 კითხვის 35 და 10 კითხვის 50 ლარი, რომელსაც კითხვას მისვავთ თქვენ, ანუ კონკრეტულად რა გაინტერესებთ, ხო, რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა თქვენთვის, რომელზეც უბრალოდ გსურთ პასუხის მიღება. და რა თქმა უნდა, მე ამაზე გპასუხობ voice-ის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ამასთან მიმართებაში ჩაწერა არ გჭირდებათ წინასწარ და თქვათ 2-3 დღით ადრე, თქვათ როგორც სრულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, აქ უბრალოდ როდესაც მომწერთ, რა თქმა უნდა, ხა შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ვთქვათ, ესე ვთქვათ, 9 საათის 1 საათის ფარგლებში აუცილებლად გიპასუხებთ იმ თქვენს კითხვაზე, რომელიც გექნებათ. ასე რომ, უკეთ ესეთი სიტუაცია და კიდევ ერთი, რომ სრულ დიაგნოსტიკა, ვიცით რომ ღირს 150 ლარი, ვინც აკეთებთ ხშირად ჩვენთან დიაგნოსტიკებს ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე იქნება 80 ლარი. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მომენტიც. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ ესეთი გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე, ყველაზე მოთხოვნადი გაშლა რაც არის, ყველაზე მნიშვნელოვანი გაშლა რაც არის, როგორც ირკვევა, ასე რომ გავაკეთოთ ახლა გაშლა. ვნახოთ პირველ რიგში ვინ მოვა სასაუბროდ ჩვენთან, თან ეს დიდი ხანი არ გამომიყენებია ესპაროთ, დასვენებულია და საინტერესოდ დაგველაპარაკება ვიმედოვნებ. ნახოთ, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. ვინ არის? ვინ მოვიდა ჩვენთან ამ ეტაპზე სასაუბროდ, ხო? ადამიანი, რომელიც მათ ესე ვთქვათ, რომ არის ძალიან ესეთი ამბიციური, ემოციური, რომელსაც აი რაღაცა ცოტა ხისტი საუბარი აქვს, ხო, რაღაც შეიძლება უცბად ისეთი რაღაც ისე გითხრათ, რომ მყვახეთ და რაღაც მომენტში დაუფიქრებლადაც კი შეიძლება ითქვას. საკმაოდ ესეთი ძლიერი ადამიანი არის, პრინციპული არის, ესე ვიტყოდი. და ნახეთ, როგორი მომენტი არის, აი ხანდახან შეიძლება თავისი
პრინციპები იმდენად გქონდეს ადამიანს გამჭდარი, რომ ზუსტად ხვდებოდეს, რომ არ არის მართალი, მაგრამ რახან თქვა, რომ ეს არის ესე, თქვათ, შავზე თქვა, რომ თეთრია, ანუ არის თეთრი. არ გადათქვას, უბრალოდ რაღაცა ესეთი ხასიათის მატარებელი ადამიანი არის. ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, რომ გაურკვევლობაშია და გაურებულ მდგომარეობაში არის, თითქოს რაღაცა მის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელი და გადასაწყვეტი, რომელიც ძალიან ისეთი მის ცხოვრებას შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ისეთი ცვლილებაც კი მოუტანოს ხო რადიკალური, აი თქვა 180 გრადუსით შეცვალოს თავი მისი ცხოვრება და არის რაღაცა მსგავს ენერგიებში, ხო რაღაცა უნდა გადაწყვეტოს, რაღაცა უნდა დაალაგოს. ისედაც ხასიათებში აქვს ამ ადამიანზე, კი არის ესეთი პრინციპული, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტები აქვს, აი თუ თვითონ ჩათვალა საჭიროთ რაღაც აი გაორებული მდგომარეობა რო აქვს ადამიანს ხო ხდებთ აი უნდა მაგრამ არ აკეთებს რა ის რაღაცა ესეთი მომენტი როა მის ენერგიებში ხო ანუ არ ვიცი რას წვიტავს და რა მომენტი აქვს მაგრამ მის ენერგიებში არის კიდევ ემოციები არის კიდევ რაღაცა ურთიერთობა რომელიც შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ხო? ანუ ან ნახეთ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ურთიერთობა, რომელიც ამ ეტაპზე დამცველია. ანუ ნახეთ ადამიანს გადასაწყვეტიც აქვს ზუსტად ის მომენტი, შეიძლება ითქვას, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და ეს ეხება კონკრეტულად ურთიერთობას, ესე ვთქვათ, ურთიერთობას, რომელშიც შეიძლება ითქვას, ახლა ძალიან ბევრი ცოტა როგორი მომენტი არის აქ ახლა ურთიერთობა სიყვარული ტვირთად ცოტა ისეთი მომენტია თუმცა ვიტყვი მაინც რომ თითქოს აქ რაღაცა ტვირთს ატარებს ხო ანუ ნახეთ როდესაც ადამიანს აქვს გადასაწყვეტი შესაბამისად იქეთ მეორე მხარეს რაღაცა დევს ხო ანუ სასწორზე ერთი მხარეზე ვთქვათ რაღაც ურთიერთობა დევს მეორე მხარეზე შეიძლება ვთქვათ მისი კარიერა ფინანსები ვთქვათ მისი ოჯახის წევრები ან რაღაც მეგობრები ანუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი არის ისეთ მდგომარეობაში სადაც რთულია მიიღოს გადაწყვეტილება რთულია მიიღოს რაღაცა კი ან არას მდგომარეობა ხო კარგით ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში რა ხდება თქვენს ურთიერთობაში მოკლედ ურთიერთობაში რა ხდება მე ესე ვიტყვი რომ ურთიერთობაზე მიდის მუშაობა ვერ ვიტყვი რომ არ მიდის მუშაობა ვერ ვიტყვი რომ რაღაცნაირად თითქოს არ არის რაღაც ემოციები თქვენს ურთიერთობაში არის ემოციებიც განცდებიც მაგრამ აქ თითქოს რაღაცა ერთი მომენტი არის დამობრკოლებელი მდგომარეობა რომელსაც ქვია ან ესე ვთქვათ ასაკობრივი ზღვარს მოდით გვერდზე გადავდებ რატომღაც უფრო მეტად მომდის რელიგიური მომენტი ხო ანუ როდესაც სხვადასხვა მრწამსი გვაქვს, როდესაც სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, ხო თუნდაც, ну, ვთქვათ, რელიგიური რო გადავდოთ მეორე მომენტი, აი, მიუხედავად ისა, რომ ურთიერთობა გვაქვს, აშკარად განსხვავდებით ერთმანეთისაგან, აშკარად სხვადასხვა ტიპაჟი ვართ, ხო? აი, რაღაც ეს მომენტი არის აქ თქვენთან. ვიცით როგორი მომენტი არის, აი, ურთიერთობა ბოლომდე მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობა არ არის გაწყვეტილი, არ არის რაღაცა ისეთ პაუზაზე, მაგრამ არის იცით როგორი მომენტი, როდესაც აი ბოლომდეც რო არ არის ურთიერთობა ხვდებით, აი შეიძლება რაღაცა ახალი ურთიერთობა იყოს და თქვათ მიდის მუშაობა ურთიერთობასთან მიმართებაში, მაგრამ ნუ თქვათ ბოლომდე ჯერ არ ვართ, ხო, ჩამოყალიბებული, ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რანაირად უნდა განვითარდეს აქ სიტუაცია ურთიერთობის. რა ხდება კიდე თქვენს ურთიერთობაზე?
ძალიან მინდა დავრიდებოდი, მაგრამ მაინც მე მგონი მაგათ მივდივართ. აქ არის რაღაცა ისეთი მომენტი, არ ვიცი, ნახეთ, მოდით ესე დავყოთ, ყოველ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ აქ არის ცოტა ისეთი მომენტი, სადაც ნახეთ, ადამიანი არჩევას აკეთებს, ნახეთ, მოდით შეგეტყვით, მე აქ ვერ ვხედავ, რომ ვიღაცა პარტნიორთან მიმართებაში. აქ ატომღაცა ადამიანი არჩევას აკეთებს თავის ცხოვრებასა და ურთიერთობას შორის. ანუ თავის ცხოვრებასთან მიმართებაში რას გულისხმობ? ეს ერთი არის კარიერული წინსვლის მდგომარეობა, ფინანსური, მატერიალური მდგომარეობა, მეორე მხრივ არის თავისუფლების მდგომარეობა, როდესაც თავისუფლება შეგვეწყვეტება თუ ვიქნებით ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობას სჭირდება ვალდებულებებიც. არ არის ესე, რომ მოდი ჩვენ ურთიერთობა გქონდეს და ვალდებულებები არ გქონდეს. კი, ვალდებულებები ყოველთვის არის ურთიერთობაში. რაც არ უნდა ვერიდოთ, ხო, უვალდებულო ურთიერთობა არ არის. ეს არის უბრალოდ რაღაცა ფლირტი, რაღაცა ერთჯერადი შეხვედრები და ასე შემდეგ, ხო? ადამიანი თითქოს აი რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, აქ ადამიანი აკეთებს ესეთ გარჩევას, იმოქმედოს, იმუშაოს, თუ წავიდეს. მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენს მიმართ მას აქვს ემოციური მომენტი, ოღონდ ეს ემოციური მომენტი არის პირდაპირ და ღიად არის უფრო აქტიური, ესე ვთქვათ, სექსუალური ვნების მომენტი, სწორად გამიგეთ, არ ვიძახი იმას, რომ ადამიანი რაღაცა მხოლოდ შეიძლება მარტო ეს აინტერესებდეს, თუმცა მას თქვენ ძალიან იზიდავთ, როგორც ადამიანი, ხო, როგორც ფიზიკური, თქვათ, სილამაზით იზიდავთ, თქვათ, თქვენი ცეცხლოვანებით იზიდავთ, ხო, თქვენი რაღაცა ის ენერგიით, რომელიც არის ძალიან ესეთი ემოციების აღმღვწნელი. ასე რომ, აქ არის ეს მომენტი, აქ მივხედავთ იმისა, რომ ხა რაღაცა ეს მომენტები აქვს ადამიანს, მაინც რატომღაც თulis, რომ ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ იშრომოს, ხო, ადამიანი არც დგავს ნაბიჯს წინ, არც უკან დგავს, უბრალოდ არის ფიქრის რეჟიმში, არის გაჩერებულ მდგომარეობაში, სადაც უბრალოდ გაანალიზებას უკეთებს, შეიძლება ითქვას, ურთიერთობას, ხო? აი რა გააკეთოს, საით წავიდეს, არ წავიდეს და თან იცით რა არის, აი აქ როგორც გითხარით, ანუ არ ვიცი ვისთვის, მაგრამ ბევრისთვის არის ეს, შეიძლება მართლა ასაკობრივი მომენტიც იყოს აქ და ასაკობრივად ვთქვათ, ისეთი სხვა იყოს თქვენ შორის, რომ ანუ ვთქვათ, ხა 15-20 წლით უფროსი მისაღები ბოლომდე არ იყოს, ან მისთვის პატარა, ცოტა ისეთი მომენტი იყოს, მაგრამ მაინც რატომ რელიგიური და ეს რაღაცა ისეთი ენერგეტიკა მომდის, სადაც თალად მარტივი არ არის სხვადასხვა მწამსის ადამიანების რაღაცა ერთობლიობა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. კარგით. მოდით ესე ვნახოთ, როგორ პარტნიორად აღიქვათ, ხო, აი როგორ ადამიანად აღიქვათ ეს ადამიანი. როგორ ადამიანად აღიქვათ. ადამიანად, რომელიც ძალიან მომთმენი ხართ, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდხანს ელოდოს ყველაფერს, ესე ვიტყვი. ადამიანი, რომელიც შეიძლება, თვალს ხუჭავდეთ ძალიან ბევრ რაღაცაზე და თვალს ხუჭავდეთ, ნახეთ როგორი მომენტი არის ეს, მაინდა-მაინც ის მომენტი კი არ არის, რომ აი რაღაც მაპატიეთ და სირაქლემას პოზიციებს რო იჭერენ ხოლმე, ხო? არა, ეს მომენტი არ არის. აქ არის უბრალოდ ის მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს იმხელა სულიერი მდგომარეობა, ნახეთ რას გულისხმობ, სულიერი მდგომარეობა, სადაც იცის მოთმინებას, როგორ ანუ აქვს უკვე გამომუშავებული ის რაღაც უაზრო მოთმინება არა. აი სიმშვიდის მოთმინების მდგომარეობა, ხო, აი რაღაცა სიმშვიდეში ხართ. გაფასებთ როგორც ძალიან სექსუალურ ვნებიან, რაღაცა ისეთ ქარიზმატულ ადამიანს. ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი როგორც ჩანს, ხედავთ რამდენადაც ესეთ ენერგეტიკულად ძალიან ესეთი მიმზიდველს, ამავდროულად ძალიან მშვიდს შინაგან. ნახეთ, თქვენ შინ გარედან შეიძლება რაღაც ესეთი
ქორიაქა ადამიანი იყოთ, ხო, რაღაცა იცი, ყველგან და ყველაფერს ასწრებს და ყველა ადამიანთან რომ რაღაცა უნდა რომ სიხარული შემატოს, ემოცია შემატოს, მაგრამ ანუ შინაგანად ძალიან ცივი რბილი, გაწონასწორებული, მშვიდი, მომთმენი ადამიანია, ხო, რაღაცა ეს მომენტი. როგორ პარტნიორად აღიქვათ კიდე. ძალიან ესე რომ ვთქვათ აღიქვათ საბედისწერო პარტნიორადაც. საბედისწერო შეიძლება რა მხრივ, ხო? როდესაც ადამიანს რაღაც შემოგხედათ, უბრალოდ გაგიცნოთ, მაგრამ თავინო ვერ ამოიგდო თქვენზე ფიქრი, ხო? რაღაცა აშკარად აქვს სულ ის მომენტი, რომ სადღაც თვალებით გეძებთ, თქვა თუ ერთ სივრცეში მუშაობთ, მაგალითად, ხო? რაღაცა ერთ ტერიტორიაზე ან რაღაცა ხშირად ხდებით ერთ და იგივე კაფეში ან რაღაც ესეთი მომენტების მდგომარეობა, აი მიუხედავად ისა, რომ არ უნდა შეხვდეთ, მაინც თითქოს სულ გეძებთ, სადაც არ უნდა იყოთ, ხო? აი რაღაცა სულ ის განცდა აქ ადამიანს, რომ ეხა იქ უნდა გამოჩნდეთ და ეხა იქ უნდა იყოთ, ხო? როგორ ადამიანად აღიქვათ. ადამიანად, რომელსაც მოდით ეს ვიკითხოთ, რატომ? ცოტა ისეთი არკანია. ესეთ რა არის, რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ აღიქვათ კიდევ ისეთ ადამიანთან, რომელთანაც ძალიან რთულია მიახლოვება. ანუ ნახეთ, მიახლოვება რატო? თითქოს არ აძლევთ თქვენ ნაჭუჭში გახართ ჩაკეტილი. შეიძლება ადამიანთან ძალიან კარგადაც გაქვთ კომუნიკაცია, ძალიან გახსნილიც ხართ, იმიტომ რომ ნახეთ, ხართ გახსნილ, მაგრამ თითქოს ადამიანი მაინც აღიქვავს იმას, რომ ბოლომდე გახსნილი არ ახართ მასთან. ანუ არის კიდე რაღაცა ესეთი მომენტები, რომელსაც თქვათ არ ამბობთ, არ აღიარებთ, არ აძლევთ რაღაცა შიგნით შემოსვლის საშუალებას, ხო? რაღაც ეს მომენტიც აქვს, აი ესეთ პარტნიორად აღიქვათ. თან აღიქვათ ძალიან ესეთი გრიგალივით, თან აღიქვათ ძალიან შვიდად და დაბალანსებულად, თან ხართ საბედისწერო ადამიანი, იმიტომ რომ ვერ გივიწყებთ და სულ რაღაცა თავში აქვს თქვენდამი ფიქრები და თან აქვს ის მომენტი, როდესაც რაღაცა ბოლომდე არ არის მისთვის გახსნილი და ბოლომდე არ ხართ მისთვის გახსნილი, ხო? რაღაცა ეს მომენტი. კარგით. მოდით ესა ვიკითხოთ ამ ადამიანისგან. რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, ხო? რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? არ ვიცი რა ადგინეთ, ესე ძალიან გრძნობებთან მიმართებაში მე ესე ვიტყოდი, რომ რაღაცნაირად გულნატკენია ეს ადამიანი, თითქოს რთულია თქვენთან ურთიერთობა? იცით როგორი მომენტია, თითქოს ამ ადამიანის მდგომარე რაღაცები არ გჯერათ თქვენს ამ ადამიანის ესე ვიტყოდი. თითქოს არ აძლევთ, ხო გონით, აი ადამიანმა არ მაძლევს საშუალებას, რას ფიქრობს, ხო თქვენ? ანუ არ აძლევთ საშუალებას იმის, რომ ბოლომდე შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში, თუ ბოლომდე გაგიცნოთ, თუ ბოლომდე რაღაცა მოვიდეს თქვენამდე და ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამ სიტუაციაში არის, აი რას გრძნობს თქვენს მიმართ. გულის ტკივილს და სიშორეს. იცით რა არის, აი ნახეთ, თუ აქ რაღაც მომენტში ხა სამკუთხედი სიტუაციის მდგომარეობაც წაღანა აისახა და უფრო სამუშაოს კუთხით წავიდა თითქოს, მაგრამ თუ აქ არის რაღაცა მომენტში თქვენთან დაბრკოლება იმის, რომ არა მისი მხრიდან ნახეთ, თქვენი მხრიდან შეიძლება უბრალოდ ყავდეთ, მაინც მეუღლე ყავდეთ, ხო არა, ხო, რაღაცა ადამიანი გვერდით, ხო, რომელიც ან უბრალოდ რაღაცა თქვენს წარსულ ადამიანთან მიმართებაში გქონდეს ეჭვენო, თითქოს ადამიანის გრძნობებთან მიმართებაში როგორ აქვს, იცით, მისთვის
მოუწყვეტელი ხართ. თუმცა აი აქ ის მომენტი, როდესაც რელიგიური მდგომარეობა გვაქვს, ხო, არის ეს მომენტი, ხო, როდესაც ძალიან რთულია და მარტივი გადასალახი არ არის. ხო, თუ აი ხა, ვთქვათ, მუსულმანურ ქრისტიანული მდგომარეობა არის, ვთქვათ, მას არ უსურს გადმოვიდეს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ან თქვენ არ გინდათ გადასვლა მუსულმანურზე. ხო, ანუ მსგავსი მომენტი რომ განვიხილოთ, ხო, რაღაცა მისი ადაწესები მიიღოთ, ან მან მიიღოს თქვენი ადაწესები და ის არის გრძნობებისთვის ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენს მიმართ გრძნობა რაღაცის გქონდეს, მაგრამ ფრტკივილების, იმიტომ რომ არ გამოვა ურთიერთობის მდგომარეობა. აი რაღაცა ეს მომენტი არის. ნუ შეიძლება აქ რაღაცა მომენტში კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვათ, ასაკობრივი მომენტიც იყოს, როდესაც ხო, ანუ უბრალოდ ვერ ავირჩევთ ერთმანეთს, ვერ ვიქნებით ერთად, იმიტომ რომ თქვათ, ჩვენ შორის არის იმხელა ასაკი, ანუ რაღაცა სოციალური, რა ვიცი, ანუ მდგომარეობა, რომელიც არ გამოვა, ხო, რაღაც კონკიას და პრინცის სიტუაცია, რომ ავღწეროთ კიდევ აი ეს მომენტი და შესაბამისად გრძნობები ამ ადამიანს, მე ესე ვიტყოდი თქვენს მიმართ აქვს, მაგრამ აქვს, როგორ იცით, აი დაფარული, დახურული და შინაგანად ტკივილების მომენტი, რომ ჩემ გრძნობას მაინც პასუხი არ ექნება იქედან, შეიძლება ეს მომენტი იყოს, ხვდებით, აი ეს მომენტი არის აქ. კარგით, მოდით აბა ვნახოთ. როგორ ხედავს, ანუ როგორ წარმოუდგენია თქვენთან ურთიერთობა, ან თქვენი და მისი ურთიერთობა ამ ადამიანს, როგორ წარმოუდგენია თქვენი და მისი ურთიერთობა. როგორ წარმოუდგენია თქვენი და მისი ურთიერთობა. ესე ვიტყოდი, რომ თუ კი ცოტა მსუბუქად მივუდგებით ყველაფერს, თუ კი ცოტა საშუალებას მივცემთ სიღრმისეულად არ მივაქციოთ ყურადღება რაღაცებს და ცოტა უფრო მეტად ჰაეროვნად მივცეთ შანსი, ხო, ნახეთ, ხა როდესაც ცოტა ისეთი სიტუაციები არის, დაბრკოლებები ყოველთვის არის ის მომენტი, როდესაც ვფიქრობთ, ხო, რომ აი ამ დაბრკოლების მერე კარგი გავაგრძელე ურთიერთობა, მაგრამ ეს ისეთი დაბრკოლებაა, რომელსაც 1 წლის მერეც მაინც ვერ გადავლახავთ, 2 წლის მერე მაინც ვერ გადავლახავთ და შესაბამისად რა აზრი აქვს, ხო, საბოლოო ჯამში უნდა დავტოვოთ ყველაფერი წარსულში და დავასრულოთ მაინც ერთმანეთისგან წავიდეთ, ხო? აქ თითქოს ადამიანი გეუბნებათ იმას, რომ მოდი ცოტა მსუბუქად მივუდგეთ, თუ რამე ესეთი გაურკვევლობები გქონდათ, რომ დასრულდეს და მიეცეს საშუალება და შანსი იმას, რომ თავიდან ცადოთ ურთიერთობა, ნუ რაღაც მომენტში თითქოს თავიდან დაიწყოთ, აი თავიდან გაიცნოთ ერთმანეთი, ხო? და აი აქამდე თუ რამე დაბრკოლება შეგიქმნიათ თქვენ ან მას თქვენთვის, ეს დასრულდეს, ხო, რაღაცა გავანთავისუფლოთ სივრცე ერთმანეთთან, კომუნიკაციის გავანთავისუფლოთ სივრცე ერთმანეთთან რაღაცა უფრო მეტად გაცნობის, ხო, ანუ თუ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს ისე აქვს, რომ აი ბოლომდე არ უშვებთ, ხო, თითქოს რაღაცა განთავისუფლდი და მოდი მენდე, ხო, რაღაც მომენტში. მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი ცოტა ეგოისტი ადამიანია და ამ ადამიანს რაღაც მომენტში აქვს ისეთი მდგომარეობა, როდესაც თავის პრინციპებიც აქვს, ხო, პრინციპები, რომელიც მე ესე ვიტყოდი, რომ დაუწლეველია.
ნახეთ თუ არის აქ ვთქვათ მამაკაცი პატარა ასაკის და ქალბატონი დიდი, კი უნდა რომ იყოს ეს რაღაცა სიმსუბუქე, მოვიტოვოთ ყველაფერი ისე რაღაცა თავიდან დავიწყოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა ადამიანს თითქოს არ ექნება იმისი საშუალება, რომ ბოლომდე გააგრძელოს. ამიტომ აქ შეიძლება რაღაცა მომენტში უთანხმოების მდგომარეობაც იყოს. ამიტომ როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? ცოტა მესა ვიტყოდი, რომ რაღაცა ბავშვურად ხედავს თქვენს ურთიერთობას, ხო რაღაცა უბრალოდ ემოციებით, რაღაცა უბრალოდ რაღაცა ენერგიებით, რომლითაც როგორ ვთქვათ, აი მარტივად უყუროს ხდებით, აი ადამიანი ცდილობს, რომ მარტივად შეხედოს ყველაფერს, ხო რაღაცა დაბალანსებულად იყოს, მაგრამ აი მარტივად, აი არც ბოლომდე დაგაიმედოთ, მაგრამ თქვათ არ გაგიშვათ. აი ეს მომენტი აქ ხდებით, ანუ ადამიანი როგორ ფიქრობს თქვენთან ურთიერთობას და ურთიერთობის მომავალს, ხო? ანუ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ყველაფერი გააკეთოს, განაახლოს პერიოდულობით, რაღაც ემოციებით, თქვათ, მე ცოტა გაგერიდოთ, მე ისევ განაახლოს და ნუ უბრალოდ ბალანსი შეინარჩუნოს იმის, რომ არც დაგკარგოთ, ანუ არ გაგიშვათ და არც თქვენთან არ იყოს ბოლომდე, ხო? არც დაგაიმედოთ, რომ აი რაღაცა მთელი ცხოვრება ჩვენ ვიქნებით ერთად და ნუ რაღაცა მსგავსი მომენტები, ხო? იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება. ნუ ხო ამ ადამიანს რამოდით ესე ვიკითხოთ, აი ესე რთული რატო არის? კარგი, თუ ახლა რელიგია, საკობრივი ზღვარი, ნუ კაი, გასაგებია, მაგრამ ახლა თუ უნდა ადამიანს და თუ თulis რომ საბედისწერო ხართ მისთვის და რაღაცა ემოციები აქვს და ტკივა რომ ვერ მოდის თქვენთან ბოლომდე და ვერ არის თქვენთან ესე რა არის ესეთი ეს მიზეზი, რის გამოც ადამიანი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რა არის ეს მიზეზი? ნუ არ ვიცი ხა, აქ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მისი მეუღლე, შეიძლება იყოს მისი დედა, შეიძლება იყოს ნუ თუ ეს მომენტი არის რომ პატარა ასაკით მამაკაცი, მეორეს მხრივ შეიძლება ეს იყოს თქვენი სტატუსი. როდესაც თქვენ მის სტატუსზე მაღლად გახართ, როდესაც მის თქვენს ესე რომ ვთქვათ, ვერ შეწდება თქვენს პოტენციალს გაუწიოს რაღაცა კონკურენცია, ხო, თქვათ, რაღაც მატერიალურად უფრო წინ გახართ, თქვათ, გონებრივად უფრო წინ გახართ. ანუ აქ შესაძლებელია ვიღაცისთვის რაღაც ეს მომენტი იყოს, როდესაც თქვათ, პასუხისმგებლობა გაქვთ, შვილები გყავთ, ხო? ნუ ხა მაინდა-მაინც სამკუთხედ ურთიერთობაზე ნუ წავალთ. თუ ხა ვიღაცისთვის არის ეს მომენტი, რომ მიხვდა, რომ აქ სამკუთხედი სიტუაცია, ეს მდგომარეობა ეგ არის, ნუ მაშინ გასაგებია, მაგრამ ნუდით არ გვინდა ეს სამკუთხედი, იმიტომ რომ ხშირია უკვე ეს სამკუთხედი სიტუაციები. მაშინ აქ ის მომენტია, როდესაც ადამიანი ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვენ მასზე მაღლად გახართ, ანუ თქვენ მეტი შეგიძლიათ, თქვენ მეტად განვითარებული ხართ, ანუ განვითარებული არც არ არის, არავის არ ვაკნინებ, ანუ სწორად გამიგეთ, უბრალოდ თქვენ უფრო მეტი რესურსი გაქვთ და ნახეთ პასუხისმგებლობების მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს ბევრი პასუხისმგებლობა აღებული, მისთვის ურთიერთობები ცოტა გვერდზე გადაწეული მდგომარეობა არის. მე არ ვამბობ იმას, რომ ურთიერთობა არ არის, რა თქმა უნდა ურთიერთობაც, მაგრამ ეს არის ურთიერთობა, როდესაც კი, კარგია, მაგრამ თუ ჩემი პასუხისმგებლობები, რომლებიც ავიღე, უფრო ანუ
იმ მომენტში რაღაცა ერთი საკითხთან მიმართებაში მაინც მაქვს სამუშაო, გვერდზე გადავწევ ურთიერთობას და აუცილებლად ჯერ იმ პასუხისმგებლობებს მოვაგვარებ და მერე გავაგრძელებ ურთიერთობას. ხო, ანუ ეს უშლის ხელს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. კიდე რა უშლის ამ ხელს? ხო, აი ეს თავისი ეგო რა, ეს ეგოც ძალიან ესეთი მომენტი არის, როდესაც ცოტა ამბიციური არის, თქო ხო თქვი კიდევაც და ამბიციური ადამიანიც არის და ვერ წარმოუდგენია რომ ვინმეს გათვალისწინებით ხო რაღაცა ვიღაცის გადაწყვეტილებებზე იცხოვროს თუ აკეთოს რაღაცა, ის მომენტი აქვს ამ ადამიანს. კარგით, აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა და მოდით ნახოთ თქვენ რას გირჩევთ სამყარო, აი თუ ვინმე იცანით თქვენი ურთიერთობა, აი ამ შემთხვევაში თქვენ რას გირჩევთ სამყარო. დაატკბით პირველ რიგში თქვენი სისავსით, დაატკბით თქვენი ენერგიებით, დაატკბით იმ ყველაფრით, რაც გაქვთ. ცოტა მეტად იცით რა არის, ნახეთ, ესე გეტყვით, ძალიან დიდ ბრძოლასაც დაიწყებთ ყველაფერთან მიმართებაში. უბრალოდ არის მომენტი, როდესაც შეიძლება რაღაცა მომენტში გაყვეს ადამიანს, ხო, არის რაღაც ხანდახან ისეთი მომენტი, როდესაც აი ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ხედავთ ერთმანეთთან რაღაცა და გვაქვს ის მომენტი, რომ ადრე თუ გვე მე მაინც შეიძლება დავიშალოთ, მაგრამ არის ის მომენტი, როდესაც თქვათ შეიძლება გაყვე ამ ურთიერთობას და არც არაფერი დაიშალოს, პირიქით უფრო რაღაცა განვითარდეს, ხო, უფრო მეტად მიხვდეთ, რომ მართლა ერთმანეთის ადამიანები ხართ, ხო? აქ რაღაც ეს მომენტიც არის და ნახეთ, ესე გეტყვით, რომ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ბოლომდე გადაეშვებით, ესე ვთქვათ, თავს დაკარგავთ, გქონდეთ რაღაცა დისტანცირება, გქონდეთ რაღაცა თქვენი ზღუდე, ანუ აი ამ საზღვრის აქეთ არ გადმოდიხარ და იმ საზღვრის იქეთ არ გადმოდივარ, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ მიეცით თავს იმის საშუალება, რომ დაინახოთ, ნახეთ, ხანდახან ხო არის ის მომენტი, როდესაც პირდაპირ ვამბობთ არას, მაგრამ მეორე მხარე არ ვიცით, ხო? ანუ რაღაცა ერთ კონკრეტულ სიტუაციას ვუყურებთ, ანუ ერთ კონკრეტულს ვუყურებთ და მეორე მხარეს რა არის, ის არ ვიცით. ანუ მოდით შეხედეთ მეორე მხარესაც და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება. ანუ მანამდე მიიღეთ გადაწყვეტილება, სანამ საბოლოო ჯამში არ დარწმუნდებით, რომ ეს თქვენი არ არის, ან ეს თქვენი არის, ხო? რაღაცა ესე ვიტყოდი, ალბათ ეს არის ის მომენტი, როდესაც სამყარო გენდებით, რომ მოდი გამოერკვიეთ ყველაფერში, გამოერკვიეთ იმ მდგომარეობაში საბოლოო ჯამში, რა შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ისედაც გამოცდილება, თქვენ გაქვთ ისედაც ბევრი ნასწავლი. ამიტომ ნახეთ, გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და უბრალოდ დააკვირდით, უბრალოდ მიეცით საშუალება თქვენ საკუთარ თავსაც და იმ ადამიანსაც, როგორც ასეთი, ნახოთ სიტუაცია, ხო? ანუ თქვათ, გაიგოთ დადებითი და უარყოფითი ასპექტები და მარტო ერთი დადებითი ან მარტო უარყოფითით არ უყუროთ ურთიერთობას და სიტუაციას. და რაღაცა მერე მიიღოთ გადაწყვეტილება, ხო? მე არ გეუბნებით იმას, რომ ადამიანთან რაღაცა გეგმები დაალაგოთ, უბრალოდ გაყევით სიტუაციას. აი რაღაცა ეს მომენტი არის აქ. მე გისურვებ დიდნიერებას, თითოეულ თქვენთანაც, უვლევს სიყვარულს, წარმატებას, რა თქმა უნდა, და როგორც ყოველთვის ველოდებით თქვენ კომენტარებს. ძალიან მსიავნებს ხოლმე, როდესაც კომენტარებს ვკითხულობ, რამდენად რეზონირ და არ რეზონირ და ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ რამდენად სწორად ვეხმარები ადამიანებს, თქვათ რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები დაინახონ და გაერკვიონ. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ, აკომენტარებთ და მადლობა. Right.